ხალხო სადგარბი ხართ, როგარბი ხართ, რო გინდათ ამ ევროპაში, თქვენ შეგიძლიათ იმაზე, რა ქვია, ამდენი გადასახადი გადაიხადოთ, ან თქვენ შეგიძლიათ, რომ კანონის მონები იყოთ. კი ბატონო, კანონის მონები იყავით და წადით ამ იმაში ევროპაში, დამოუკიდებლად წადით, ინდივიდუალური ადამიანები წადით, მაგრამ ამ ქვეყანას რო ეუბნებით, რომ გინდა თუ არა ევროპაში უნდა შევიდეს, ეს ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება კანონის მონა, იმიტომ რომ ჩვენში ეს არ ზის, ჩვენ ეს არ გამოგვდის და ჩვენ ეს არ გამოგვივა არასდროს. საქართველო ვერ გახდება კანონის მონა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ზოგადად კანონმორჩილი ერი, ესე რომ ვთქვათ რა, უამრავი პრობლემაა ქართულს ამასთან დაკავშირებით. კანონთან მიმართებაში ჩვენ ესე დამოკიდებულები ვერ გავხდებით ვერასდროს როგორც ევროპაში ხდება და ზოგადად თუ ვინმეს გონია რომ ევროპაში შემოსვლით ამ ქვეყანას რეალური სარგებელი ექნება, მაშინ ძალიან ცდება, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ევროპაში ვინ გიღებს რომ შეხვიდეთ, ვინ გეპატიჟებათ და არ გვეპატიჟებიან და არ შევდივართ, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მეორე საკითხია რომ მითხარით 5 სიკეთე რა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირმა საქართველოს, ევროკავშირმა რომელიც უკვე ძალიან ცუდ პრობლემებშია და მე მგონი რომ დაშლის პირას არის.